აჩქარებს თუ არა პირველ არხზე შექმნილი ვითარება სამეურვეო საბჭოს დათხოვნის პროცესს. პარლამენტში დღეს მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება მოხდა. მედიის წარმომადგენელთა მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება. მმართველი გუნდი ბორდის ერთპარტიულობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ოპონენტებს პირველ არხზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. პარლამენტის ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებელი ისე განთავისუფლდეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლისგან და გავლენისგან, რომ იგი არ მოექცეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტროლში და გავლენაში. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის ავტორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დავით უსუფაშვილთან შეხვედრის მოტივი კანონპროექტის ინიცირების საკითხი და საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება გახდა. მანამდე კი კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირების საკითხი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მედია ექსპერტებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. კანონპროექტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კვლავ დაპირისპირების საგნად რჩება. ჩვენ ვცდილობთ ამ საფრთხეების დივერსიფიკაციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გავანთავისუფლოთ პოლიტიკური შეწოლისაგან და საზოგადოებრივი მაუწყებელი დავუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მე მესმის, რომ კეთილი მიზნები ამოძრავებს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელიც აქ იყო, მათ შორის არის მედია ექსპერტები, თუ მედიის საკითხებზე მომუშავე ადამიანები, მე მესმის მათი განწყობა და მათი мотиваცია, რომ მათ უნდათ რაღაც კიდევ უფრო უკეთესი შექმნან, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდი ალბათობით დამთავრდება იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყება მოექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ დღევანდელი ხელისუფლების. დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების წესმა გამოიწვია. კანონპროექტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრამდე უნდა შემცირდეს. ბორდის წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიაში არჩევს. შერჩეული კანდიდატებიდან 3 წევრს საპარლამენტო უმრავლესობა, 3-ს პარლამენტის დანარჩენი წევრები, 2-ს კი სახალხო დამცველი დანიშნავს. ბორდში ავტომატურად შევა აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეურვეო საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით დღეს მოსაზრებების საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებაც გამოთქვეს. ძირითად ასე ვთქვათ, განწყობებში ჩვენი შეხედულებები ემთხვევა, მაგრამ ჩვენ წერილობით კიდევ წარმოუდგენთ ალბათ კომიტეტს ჩვენს მოსაზრებებს ზოგიერთ საკითხზე, კერძოდ კი ბორდის ფორმირების საკითხზე. ნომინირება მოხდეს არა პრეზიდენტის, რახან ეს ისეთი დილემური საკითხია, არამედ სპეციალური კომისიის მიერ, რომელსაც შექმნის თავად პარლამენტი და არა გაურკვეველი ცალკეული ადამიანები. კანონპროექტის ინიციატორები და მედია ორგანიზაციების საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებაზე პოლიტიკური გავლენის შესუსტებას იმედოვნებენ. ეხლანდელი ბორდი თავისი სტრუქტურით არის ერთპარტიული ნიშნით დაკომპლექტებული. ჩვენ თავაზობთ განსხვავებულ სისტემას, სადაც არ იქნება ერთპარტიული დიქტატი, ოპოზიციას ექნება თავისი შესაძლებლობები, უმრავლესობას ექნება შესაძლებლობები. ის რომ პოლიტიკური ზეგავლენის მცდელობა ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ნებისმიერი ტელევიზიის მიმართ, ეს უნდა ვაღიაროთ ყველა, მაგრამ ეს კანონპროექტი სწორედ იმიტომ შემუშავდა, რომ აი ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების გარდა მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტს, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და სხვა საკითხებს არეგულირებს.